ერთ საღამოს დედამ ძიმე სამუშაო დღის შემდეგ მამას ვახშამი მოუმზადა. თეფშზე შემწვარი კვერცხი და დამწვარი პური დაუდო. ვუყურებდი რა სიზამდა მამა. დაიწყებდა წუწუნს, შენიშვნას მისცემდა, თუ როგორი რეაქცია ექნებოდა. მაგრამ მან ჭამა დაიწყო. ისე, რომ არც კი შეუმჩნევია. თან ღიმილით გამომკითხა, როგორ გავატარე დღეს სკოლაში. დედამ ბოდიში მოუხადა მამას დამწვარი პურისთვის. მამას პასუხი კი არასოდეს დამავიწყდება. ძვირფასო, მე მიყვარს დამწვარი პური. მოგვიანებით ვკითხე მამას, მართლა მოეწონა თუ არა დამწვარი პური. ჩამეხუტა და მითხრა. დედა შენს მძიმე დღე ჰქონდა და მართლა დაღლილი იყო. ყველანაირად ეცადა, რომ რამით მაინც გამმასპინძლებოდა. როგორ შემეძლო მისთვის გული მეტკინა ამის გამო. დამწვარი პური რას მავნებს, მაგრამ სიტყვები, რომლებიც ჩვენი პირიდან ამოდის, შეიძლება ძალზედ მტკივნეული იყოს. ყოველთვის უნდა ვეცადოთ და შევძლოთ დავაფასოთ ის, რასაც სხვები ჩვენთვის აკეთებენ. სრულყოფილი ხომ არავინაა, მთავარია სუფთა გული, კეთილი ზრახვები და თავაზიანობა. მეგობრებო, მინდა ძალიან დიდი მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს, რომ ასე აქტიურად ადევნებთ თვალს ჩვენ ყოველდღიურ პოსტებს. ძალიან გვახარებს თქვენი აქტიურობა და ჩართულობა ჩვენ საქმიანობაში. მინდა ყველა მიცოდეთ, რომ თქვენი თითოეული კომენტარი, რეაქცია თუ ემოცია ჩვენთვის უდიდესი სტიმული და მოტივაციაა. ღმერთი გფარავდეთ თქვენ და თქვენს ოჯახებს.